მოგესალმებით. ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა. მე კი გახლავართ მისი ერთ-ერთი თანაწამყვანი მაია ქესაური. დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით ქალბატონ იზაბელა კობიაშვილთან. გამარჯობათ ქალბატონო იზაბელა. გამარჯობა გენდეთ. როგორ ძანდებით? მადლობა დიდით, როგორ გიკითხოთ? კარგად, მადლობა ძალიან. სასიამოვნოა, როგორც გიხილოთ, როგორც რესპონდენტის ამპლუაში, ისე თვითონ ვიზუალურად ლამაზ ქალბატონის ამპლუაში მოხარული ვარ ძალიან. გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენს შესახებ. კი ბატონო. მე ვარ იზაბელა კობიაშვილი. ქალაქ დუშეთიდან დავიბადე 1951 წლის 15 ივლისს ძველ სამაზრო ქალაქში, დიდ ოჯახში, კარგი მშობლების პატრონი, კარგი 5 დედმამიშვილი ვიყავით, 5 დედმამიშვილს რა თქმა უნდა მშობლებით ყავდა განათლებული, ყველას უმაღლესი განათლება მოუწევს, მაგრამ მე როგორც პატარა და ყველაზე გამორჩეულად მე ვიყავი ძალიან მიღებული თვითონ ჩემს სამშობლოში დუშეთში, ილია ზაქაიძის მოსწავლე გახდით, მომღერალი, ძალიან ბევრი წარმატებებით, ძალიან ბევრი რა თქმა უნდა მიღწევებით. მე მომიწია ოჯახის შექმნა და კასპში მომიწია შემექმნა ოჯახი ძალიან კარგ პიროვნებაზე, ჩემ გურამ გურასპაშვილზე და შევქმენი ოჯახი შევემეძინა 3 შვილი, 3 შვილიშვილი მყავს, 5 შვილთაშვილი მყავს. ემწუთას გახლავართ 84 წლის ქალბატონი, რომელიც ძალიან ენერგიულად ვარ, ძალიან მიხარია რომ მე დღეს მომეცა საშუალება რომ თქვენ გამომკითხოთ და გაიგოთ ჩემი ასავალ-დასავალი ვინ ვარ, საიდან მოვდივარ. ქალბატონო იზაბელა, ჩაგერთვებით. თქვენ ახსენეთ ასაკი, რამდენი წლის ბრძანდებით? 84 წლის გახლავართ. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. ეს ყველაფერი ალბათ გამომდინარე არის ჩემი შინაგანი პიროვნებისგან, რომ მე ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, ყველას რომ მოვდივარ, დილასაც მითხეს ჩემმა გოგონება, რომ მოხვალ ხოლმე როგორ სიცოცხლე შემოიტანო. უნდა ადამიანი იყოს ძალიან სიკეთით სავსე, უნდა ყველას შენი დარდი უნდა იყოს შენთან. მე ძალიან ბევრი გავიარეშვი, ძალიან ბევრი მაქვს დარდი გადატანილი, ჯერ ახალგაზრდა 55 წლის დავქვრივდი. მომდა მისთან უმაღლესი პიროვნება ჩემი მეუღლე და გრიფასი მეუღლისგან ძალიან განებიურებული, ძალიან ლამაზი ოჯახი შევქმნი, შემეძინა 3 შვილი, 3 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი მყავს. ასაკი გითხარით, მე ვერ ავგდო, მე მგონი ციფრები ეს ყველაფერი, როცა ადამიანი შინაგანად ბუნებით ხარ სიკეთით სავსე და არ იმჩნევა. ნამდვილად არ იმჩნევა და არც მე მჩნევა. მე მგონია რომ ისევ ის პატარა ციფრებია, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ სიმღერით ისევ ისეთი ძლიერი ხმა მაქვს როგორიც მქონდა შვილო. ერთი ეგ არის რომ ჩემ მომღერალ გოგონებს მე ყავდა ჩემი ვოკალური ჯგუფი გოგონებისა, ჩემი რუსუდან მაზმიშვილის რო იტყვიან თამადობით თუ მონაწილეობით, ძალიან კარგი ახალგაზრდები და ის უკვე რომ მე ცოტა ასაკმა მომიწია ასაკი, გადავაბარე ჩემ უნიჭიერეს გოგონას ლალი კალატოზიშვილს, ისე რომ დღეს ჩემი გოგონები არიან ლალის. თქვენი ასეთი შემართება, თქვენი თქვენ ჩაუყარეთ საძიყველი. რა თქმა უნდა, მე შევქმენი და გაგრძელებით, მაშინ მე უთხარი, მე როცა უკვე შევატყობ, რომ მე ფეხზე დგომა მიჭირდა და მაგიტო. ლალი მეთქი და შენ გადმოგაბარდო, ეგეც ჩემი გაზრდილია. ცნობისათვის მე ჩემი პირველ სკოლაში, კასპის პირველი სკოლა აკადემია იყო ცნობისათვის. ძალიან დიდი სკოლა. ეს არ არის სტრაბახი არაფერი. იმ სკოლიდან ძალიან ბევრი ისეთი კორიფები მყავდნენ, რომ იმათგან ბევრი რამე ვისწავლე და ჩემი პირველი სკოლის ბავშვები დღეს ეს რომელიც ალბათ შეუძლებელია ეხლა უცებ თუ მეტყვიან პირველი სკოლა რომ ჩვენ 2 ბავშვი მაქვს, 120 ბავშვი მყავდა გუნდში. ქალბატონო იზაბელა, რამდენი წელიწადი მსახურობდით სკოლაში, როგორც აღმზრდელი და პედაგოგი? მოგეხსენებათ, 60 წელი ვიყავი პირველ სკოლაში. 60 წელი ვიყავი და ჩემი პირველი სკოლის ბავშვები ვაზიარე უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ჩემი 120 ბავშვი მომღერლები პირველ სკოლას ქონდა ძალიან დიდი წარმატებები, ფესტივალები იყო თუ ოლიმპიადები თუ რაც იყო, ყველგან ვიყავით პირველები, პირველი სკოლა. სახელიც იყო, რიცხვიც იყო პირველი და მართლაც თუ პირველები ვიყავით. წარმომიდგენია როგორი ხნეთ და ოპტიმისტური განწყობით მიუდგებოდით ამ თქვენს საყვარელ პროფესიას და საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ახალგაზრდაც ბრძანდებოდით,
და ის ენერგია დღემდე მოყვებათ და ის პოზიტივი და რა თქმა უნდა. აი ხო გითხარით, მე მყავდნენ გოგონები, ჩემი ვოკალური ჯგუფი, გოგონებისა 12 გოგონა იყო, მაგრამ მე უკვე ამ 1 წლის წინ გადავაბარე ჩემ ლალი კალატოზიშვილს, იმიტომ რომ უკვე მაინც ასაკს თავისი მიეღანა, იმიტომ რომ მე ხმაც ისე მაქვს ის შემართება, მაგრამ ახლა მუხლში დგომა, ფეხზე დგომა ცოტა მიჭირდა შვილო და მაგიტო. ისე რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიის, ამან მაცოცხლა, ამან მომცა ეს დიდი ენერგია და იმიტომ ვარ ალბათ ესეთი რომ მეტყვია ხომი არა ხარ 84 წელს ეგო ციფრებიო. ალბათ მართლა ეგრე იქნება, ეგრეა. და კიდე ერთი მომენტიც, რა თქმა უნდა, ეს თქვენი შინაგანი სამყარო გეხმარებათ, რომ მარად ასე ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და ჯანმრთელად გამყოფოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გარშემოც ტრიალებდნენ, მუშაობდნენ ისეთი ხალხი, რომელიც, რა თქმა უნდა, გიფასებდათ ამ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სიხალისეს, თქვენს პროფესიონალიზმს, თქვენს ნიჭს აფასებდნენ და ხელს გიწყობდნენ ყველანაირად, რომ თქვენ როგორც კასპში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი თქვენი პროფესიიდან გამომდინარე ქალბატონი ყოფილიყავით დაკავებული თუნდაც დაკავებული და წარმატებული ისეთ სფეროში როგორც არის სკოლა ეს ისეთი რაღაცა რომ იქ პედაგოგად მუშაობა არ არის ადვილი და არ არის იოლი. მე როგორც ახსენეთ, ჩემთვის ძალიან საყურადღებოა და საინტერესო თქვენ ახსენეთ პირველი სკოლა და ალბათ თქვენი თაობა, იმდროინდელი თაობის ხალხი იყვნენ კორიფეები, რომლებთანაც თქვენ გიხდებოდათ მუშაობა და მოღვაწეობა და აი ვის გაიხსენებთ აი ამ მოგახსენებთ ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან გამახარეთ რომ მე ჩემ იმ დიდ კორიფეებს და იმ დიდ ხალხს ვის ხელშიც გავიზარდე და რო იტყვიან ჩამოყალიბდი მართლაც კარგ პედაგოგად და კარგ ადამიანად, ესენი იყვნენ ჩემი დიმიტრი ხუსკივაძე, ჩემი ანიკო ეძგვერაძე, ჩემი დავით კოპაძე, ჩემი ანეტა დავითაშვილი, ძალიან ბევრი და დღესაც აგრძელებენ, ბევრი არიან ძალიან კარგები ჩემ სკოლაში, ვინც იმ დიდ ტრადიციებს მიყვებიან და მე თუ წარმატება მქონდა და მე თუ დაფასებული ვიყავი, რაიონით ძალიან მაფასებდა ხელმძღვანელობა, იქიდან დაწყებული იყო გენო ხაჩიძე, იყო გოჩტაშვილი. ბატონო იზაბელ, თქვენ ახსენეთ, რომ თქვენ მრავალი თაობები აღზარდეთ და ჩვენი რადიოს მსმენელისთვის საინტერესო იქნება თუ როგორ მოახდინეს ამ თქვენმა მოსწაფეებმა საკუთარი თავის რეალიზება იმ დარგში, რასაც თქვენ ფაქტიურად ხელმძღვანელობდით, როგორც თქვი, გუნდი ჩამოაყალიბეთ და შემდგომში სად გააგრძელეს მათ მოღვაწეობა და სად იყვნენ იპოვეს თავიანთი თავი, წარმატებულებისადმი. დიდი მადლობა, მე ძალიან მოხარული ვარ მაგ კითხვისთვის. დღეს პირველს ვიტყოდი ჩემი ალე მენაბდიშვილი, ვინც მე შევცვალე პირველ სკოლაში ხელმძღვანელი, დიდი ლოტმანი და დიდი პიროვნება, მისი შვილი ზაზა მენაბდიშვილი, რომელიც დღეს კულტურის სახლში მოღვაწეობს. ის პირველი ჩემი მოსწავლე იყო. ზაზასთან ერთად იყვნენ ძალიან კარგები ლუიზა თაყაიშვილი. ბევრი მომღერალი მყავდა, უკვე აი ძალიან ყველა რო ჩამოთვალვა ცოტა გამიძნელდება შვილო. ზაზამ გააგრძელა რა თქმა უნდა. ლურსმანაშვილი, კახა, ჭიჭინაძე, ძალიან კარგები. ხო გეუბნებით მაგ ბავშვები და მაგ კარგი მომღერლებით მე საზღვარგარეთ ევროპაც კი დავიწყარი. ევროპაშიც ვიყავი შვილო, ეს პატარა რამე არ არის იმ წლებში, როცა ხალხ ევროპა არის საით იყო არ იცოდნენ. აი მაშინ მყავდნენ მე ჩემი მოსწავლეები და ჩემი მომღერლები საზღვარგარეთ, სადაც დიდი მოწონება და დიდი რო იტყვიან მეუნებოდნენ ქალბატონო იზაბელა დიდი საჩუქრებით თან, აი გეუბნებით განა, იმიტომ რომ აი სულ ყველა ვიციყვნენ იქ დიდი ისინი სულ ყველა ფიქრობდა რომ რაღაცით პატარა სუვენირით დავესაჩუქრებინე რომ მოსწონდათ ეს სადაური აი ვინახართ ეს ქართველები საერთოდ როგორ ძლიერები, როგორ ნიჭიერები. აი ამ მოღვაწეობამ მე დღემდე იმიტომ მომიყვანა ესე ალბათ ისევ ახალგაზრდურად. ბატონო იზაბელ, რომელ ქვეყნებში ძირითადად მოგზაურობდით და რა ღონისძიებებში იღებდით მონაწილეობას? ქართული სიმღერებით თუ ჩვენი ეროვნული სიმღერებით გაგიცნოს ქვეყნებმა და ევროპამ? მოგახსენებთ, მე მარტო არ ვიყავი, ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ იმდენ თელ ქვეყნებთან ერთად იქ იყო ევროპაც, იქ იყო აქედან კავშირით, მაშინ ჩვენ რუსეთი და ყველა იყვნენ მონაწილეები და ყველაზე წინ და ყველაზე პირველი იყო ჩემი ბელა კობიაშვილის
აი ეს მომღერლები, რომლებიც დაასრულებდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. მე ესტრადასთან არ მქონდა. ესტრადა არ არის ჩემთვის უცხო, მაგრამ მე უფრო ვარ ხალხური, იმიტომ რომ მე ილია ზაქაიძისგან გავდილი, ვარ უფრო ხალხურ სიმღერებში. და ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი მოიღწევები, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სულ ყველა მოატარე რო იწვია ჩემი მომღერლები და მე დიდი ბედნიერი ვარ, ვიხსენებ დღეს იმ ლამაზ წლებს, როცა და აი ამ თქვენ მოწაფეებს თუ ყავთ კიდე მოწაფეები? კი, როგორ არ აყავ, ჩილო ზაზა მენაბდიშვილი გითხარით, რა თქმა უნდა, იქით ჩემი ჭიჭინაძეც ბევრი ლალი კალატოზიშვილი მოსწავლე ახალგაზრდობაში აგრძელებს ამ დიდ პროფესიას და დიდ მომღერლებს ზის ძალიან ბევრი კარგი მიყავს ხათაშორის. იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ქართველი ხალხი და ცნობისათვის, მე მართალია დუშეთიდან ვარ, მაგრამ მე დუშეთის მერე ჩემი კასპი ვიყავ, ჩემ კასპში შემქმენი ოჯახი და აქ შემეძინა შვილები, აქ გავხდი რო იტყვიან პოპულარული და ყველაფერი. ნამდვილად კასპის ახალგაზრდობა ძალიან იჭერები არიან შვილ და დღეს მათ უსურებ ჩემი მოსწავლებს, ვინც მოკიდა ხელი ამ დიდ სფეროს, ამ დიდ ხელოვნებას, ბოლომდის მიიყვანოს წარმატებულად და წარმატებულებს ყოფილიყო. კი, ეს ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსწავლეებს მომავალში უსურვებთ ასე წარმატებას. აი, მოსწავლეების მშობლებს, აი, თვითონ მშობლებს რას ეტყვით? აი, ვინც თავიანთ შვილებში აღმოაჩინეს აი ამ ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული, რომ აი რას ეტყოდით, რა რჩევას მისცემდით? დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვა მომეცით. მე მშობლებს იმას ურჩევდი, რომ როცა შენ შვილს შეატყობ, რომ რაღაცა პატარა აქვს ნიჭი რაღაც, ის უნდა გაუღრმავო. უნდა მისცე ფართო გზა იმას, რომ ის ნიჭი გააღრმავოს. ამ დროს ყავს არიან ისეთი პოპულარული და ისეთი კარგი ხელმძღვანელები, რომლებთანაც მართლა იმღერებენ და ისწავლიან. ჩვენ არ უნდა დაიკარგოთ, ჩვენ ქართველები არ არის ეს არავტრაბახობ. ქართველები ვართ სოფლიოში თითით საჩვენებელი ერი, იმიტომ რომ ყველაფერში ვართ ძლიერები. სიმღერაში, ცეკვაშიც და რა ვიცი. ბატონო იზაბელ, ჩვენი საუბრის დროს თქვენ ისეთ ფილად მოიხსენიეთ თქვენი გარდაცვლილი მეუღლე. ძალიან რო იტყვიან ადამიანი, რომელიც ყველაზე ახლოს არის, ხო? თქვენი მეორე ნახევარი. და აი ამ ტრაგედიის შემდეგ რა მოგცათ ძალა? ან რა სიყვარული იყო თქვენ შორის ისეთი, რომ კიდევ შესძელით, რომ სცენაზე დამდგარიყავით და გემღერათ? მოგახსენებთ, ჩემი მეუღლეც იყო მომღერალი. ჩემი მეუღლეც იყო ძალიან კარგად მღეროდა და იყო ქეთემა გოგობერიძის გუნდში, ალი მენაბდიშვილი სადაც იყო იქ, მღეროდა ძალიან კარგად და მე თვითონ გითხრათ სიმართლე, ადამიანი არ უნდა იყო პესიმი, უნდა იყო ოპტიმიზმი, არ უნდა მიეცეთ სასოწარკვეთილებას, არ უნდა ჩამოყარო ხელი, არ უნდა თქვა რომ ვაიმე. როცა შენ შვილები ყავს უკვე და უნდა გააგრძელო ცხოვრება, მე წეღანაც გითხრათ და აღნიშნე, მე ამ სიმღერა მაწოცხლა, სიმღერა მომიყვანა აქამდე ისევ იმ ახალგაზრდული შემართებით, რასაც ქვია სიმღერა. ჩემი მეუღლე იყო მომღერალი, უყვარდა ძალიან ჩემი სიმღერა, ძალიან მაფასებდა, არადროს შეზღუდული არ ვიყავი, სადაც გინდა წამსულიყავი, საზღვარგარეთი იყო, კავშირი იყო თუ საქართველოს რეგიონები, ყველგან მეტყოდა აუცილებლად უნდა წახვიდე, წაიყვანე შენი მომღერლები. აი ასე შემოკარგო, ისე რომ მე სიმღერით ცოცხლობ, ბოლომდე სანამ პირში სული მიდია, უნდა ვიმღერო და ვიმღერო. ყვარელი ადამიანის დაკარგვა ეს ტრაგედია არ არის, უბრალოდ განსაცდელია. რა თქმა უნდა, მე ის დავკარგებ, წავიდა, რა თქმა უნდა, მე ჩემი ბოლო, ისევ ჩემი მეუღლესთან მომიწევს მისვლა და იქ ვიქნებით, ეხლა წეღანაც ავთქვი, მე დამჩნე შვილები. როგორ აბა იმის მერე, იმის გარდაცვალების მერე მე გავმრავდი შვილები, შვილიშვილები, შვილთა შვილები, ხუთი შვილთა შვილი მყავს და მე უფლება არ მაქვს არც წასვლისა, ჩემი მეუღლესთან ჯერ უნდა ვიყო, უნდა გავიხარო მაგათი, მაგათ მომავალსა, მაგათ მას უყურე და რაც თავარია, ჩემი შვილთა შვილი ერთ-ერთი სუხიშვილების ასწავლში ცეკვავს, ესე იგი ბებოს მღერის კიდეც და ცეკვავს კიდეც. ბებოს ნიჭზე წავიდა ჩემი ერთ-ერთი შვილთა შვილი. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, ძალიან ყურისთვისაც ისეთი სასიამოვნო მოსასმენია და თქვენ ქალბატონო იზაბელი, იმდენი ქართველი ქალბატონის მაგალითი ბრძანდებით ყველა ასპექტში, როგორც მეუღლე, როგორც დედა, როგორც ხელოვანი პიროვნება, მე მინდა გისურვეთ ყველაფერი საუკეთესო, წარმატება, ჯანმრთელობა პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენ ფაქტიურად ხართ პიროვნება, რომელმაც ცხოვრების ქარცეცხლს გაუძელით და დარჩით ისეთივე ლაღი, ლამაზი და მოსიყვარულე, როგორიც იყავით. ქალბატონო იზაბელა, თქვენ დღესაც აქტიურად ინარჩუნებთ აი ამ თქვენ ჯანსაღ, მხიარულ, ხალისიან ცხოვრების წესს და
თუ არის რამე ისეთი, რომ აი ამ გამომდინარე ამ თქვენი თვისებიდან მიგიწვიე სადმე ან გადაცემაში, ან ღონისძიებაში, როგორც აქტიური ლამაზი მხიარული ბებია. დიახ, ძალიან მქონდა ბედნიერება ამ 2 წლის წინ მიმიწვიეს ბებიების კონკურსში, სადაც გავიმარჯვე, მივიღე ძალიან კარგი პრიზიც, ძალიან კარგი აპლოდისმენტები, ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურე ყველა მისათქვეს, არ ეთყობა ამ ქალბატონს რომ ასაკი აქვსო, ვიმღერე კარგად ძალიან ისე რომ მთელი დარბაზი რო იტყვეთ დაინგრათ აპლოდისმენტებით. და ექსპრომტად ჩვენც ხომ არ წაგვიმღერებდით და რამეს? დიდი შეამოვნებით. დიახ. Tutti sopeliasea, დღეს ღამე უცენებია, რაც დრობას დაუგრებია, სიყვარულს უშენებია. აი ასეთ მხიარულ ნოტაზე დავამსრულებთ ჩვენს საინტერესო და სასიამოვნო გადაცემას და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას